კოცუნიებო დაგეხვათ თაუბრუ ვერ ახდებით ხო ამერიკა რას აკეთებს და ტრამპი ვერც მიხვდებით ეს ქვეყანა არასდროს არ ივლის ერთი კაცის ხუშტურებზე და ხოშზე და იმაზე ხურუშზე არასდროს არ ივლის ეს ქვეყანა და ზუსტად იმას გააკეთებს რაც საჭიროა და მე წარმოუდგენელია რა ეს ქვეყანა აკეთებს და მე ყველას აძლევს სიკეთეებს რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია ფული გამყარდა მაგისი ყველა მაგის ფულის გამოყენება დაიწყო ტექნოლოგიები მედიცინა მანქანები ჩასაცმელი საჭმელი დასახური რა ვიცი სახლები რა ვიცი სულ ევროპული და ამერიკულია ეს ხალხი ყველას ყველაფერს აძლევენ ჩახვალ ევროპაში მობძანდით ბატონო ჩამოხვალ ამერიკაში მობძანდით ბატონო რაც გინდათ ის აკეთეთ ნუ ეხა ზოგი შოულობს ფულს ზოგი ვერ შოულობს ზოგი ასია ზოგი ისია როგორ თქვა შოთა 1000 ფერითაო რა ეგრე არის ქვეყანა არ ვიცი რა ეხლა ნუ ზოგი ცოტა ნაწყენი ამერიკაზე ზოგი ცოტა გახარებულია მაგრამ დღეს სან-ფრანცისკოში ჩავედი მთელი მსოფლიო იქ არის და ყველა გახარ შიზოიდებიც ნახე ადიალა რო აქ დაფარებული და სახლის კუთხეში რო გდია აწევ ადიელას შეხედავ და ესეთის გაჩვენებს ადიო რა დამანებე თავი ქართული რესტორანიც ნახე მომეწონა სურათები დავდე ადრე ბიჭო რომ ამბობ არავის არ ჯერა მაგარი გრუზინი ვიყავი იმდენ ხინკლებს ჭამდით რა 99 უყვეთავდით აბა 102 ხო არა ვარ მაგის დედა ხო ეხლა 5 წელიწად არ შემიჭამია და გატიკინებული გამოვედი იქიდან კარგი კაცი გავიცანი მესიამონა წარწერები ნახატები ჩვენი მხატვრების ქართული მუსიკა შეხვალ დაჯდები გაიხარებ გამოხვალ მუშაობაც კარგი იციან ურმარილიც გაიციან ყველაფერი გაიციან ეგ გვიხარია ერთმანეთის ნახვა სულ ერთად გვინდა ვიყოთ სულ ერთმანეთს ველაპარაკოთ მთავრობის სასახლის წინ შევიყრებით გაერევიან ქართველებში ქოცები და ირევა საქმე всё და აღარ მოდის აღარ ბრუნდება უკან რა აი ეგრე ხო და აი სან-ფრანცისკოში რა ხიდები რა სახლები რა სილამაზე ცოტა სტრესი კი არის იქ მანქანის ტარება იმიტომ რომ ძალიან აი ჭიანჭველების ბუდია რა აი სახლები რაღაც ფანტასტიკური საოცრებაა რა საკრამენტოში საგვაქვს დაუნთაუნი და სახლი მაგრამ გაშლილია დიდი მინდვრებია და ეს სან-ფრანცისკო ის არის დაძვრებია სახლებში გაგაგიჟებს რა ქვეყანა რა საღარ ნახავ მე არაფერი არ გამიკეთებია ამერიკისთვის არც ჯარში წავსულ ვარ ცუდიც არ გამიკეთებია რა თქმა უნდა მაგრამ აი ამერიკისთვის არაფერი ისეთი არ გამიკეთებია გამორჩეული ჩამოვედი და მუშაობ ბჭო აი მე ვგრძნობ რომ აი ეხლა მე შოკით სახში ფულს არ მოგიტანე ხო ტომრით ფულს არა დანარჩენი რაც შეუძლიათ ყველაფერი მომცეს და ეხლა შენ თუ ხელი არ გაანძრია და წამოწეხი და
შენი სახლის წინ მაგი და დადგი და დომინო და ჯოკერი უჭახუნე, ეგრე არ გამოვა არაფერი, ხო? და არც გამოგვივიდა. მეც უჭახუნებდი, ხო? მე თქვენიანი ვარ, მე პორტუგალიელი კი არა ვარ მართლა. რასაც ყარნახობდნენ, რო შეცვალო, საშინელებები უნდა აკეთო, საშინელებების კეთების უფლება არ აქვს და გაჩმორებული გდიხარ და დამაშობ ჯოკერს, რა უნდა ქნა? მაგრამ თავარი რა არის, ჯოკერს ახაც თამაშობთ. მაგრამ კვირაში ერთხელ. მე არავის არ ვადანაშაულებ ის წლები რომ მოვიდა და მთელი საქართველოს დომინოს უჭახუნებდა, მაგაში ცუდი არაფერი არ არის. ზოგიერთმა დეგენერატმა ავტომატს მოკიდა ხელი და ხალხს აყაჩაღებდა, ისევ დომინო ეთამაშა ჯობდა. აბა რა ვქნაო? აბა როგორ ვიშოვო? ავტომატით დაშოვმა ფულებმა და ხოცვამ და ჟლეტონს სად მიგვიყვანა ხო ხედავ, თქვენ რო აგზელებთ ხოცვებო თქვენი დედა მოწყარნე ხოცვას და ჟლეტონს ხო ხედავ სად მივედით. ქართველები გაიხსნენ, არ შეუძლიათ მაგის ატანა, ვეღარ უძლებენ, იმიტომ რომ საზღვრები გაიხსნა, წავედით. შემოიყვანეთ ახლა რა, ფული ხო უნდა გააკეთოთ, ვინმეზე ფული ხო უნდა გააკეთოთ. და აგე რა, არაბეთს ფული აქვს, პაკისტანი, ინდოეთი, შემოც სახლები იყიდეთ, დასახლით, იცხოვრეთ, მიხადეთ ფული. მერე შენ ჩაძაღლდები, შენი ქოცი დედა მოტყან და ეგ მიწა დარჩება მაგათ. აი, მაგას აკეთებ შენ დედა რომ მოტყან მე თქვენი. არ ვიცი რა გიდევთ მაგ თავში მიაზზე არა ვარ. ხო, ხა ისევ ამერიკას მიუბრუნდებით, გავისეირნე რა, ხა ხანდახან ვაწყობ ხოლმე რა, ვისვენებ 1-2 დღე, გავისეირნე ამ ამერიკის ავტობანებზე, სან ხოსე, სან ფრანცისკო. გავედ, გამოვედ, კარგი იყო ერთ სიტყვით რა. ახალ მამაოს შევხვდი. წყნარად შვიდად გელაპარაკება, გადაგეხვევა, გადახკოცნის ეს დაგმე მიშა და რაღაცა სისულელეები აქ არ არის. ეგეთი რაღაცეები რომ აი პოლიტიკაში ჩაერიოს და რაღაც სისულელეები გელაპარაკოს და გეჩხუბოს და ზღაპრები მოგიყვეს და იქიდან ხმები ამოდიოდა და აქიდან და რაღაც სისულელეებზე. როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს ისე რა, ქრისტიანულად დაგიждდება, დაგელაპარაკება, გაგიღიმის და ესე, კარგი იყო, მომეწონა. მოკლედ ახლა რამდენჯერმე გავიმეორე და ერთხელ კიდე გეტყვით, რომ ფაქტებით უნდა დარწმუნდეთ, აი ბოლოს რა გამოდის ამერიკის პოლიტიკა რა, როგორ მოღვაწეობს რა, ყველა დროში სხვადასხვანაირად, იმიტომ რომ მოცემულობებია სხვადასხვანაირი და ტრამპი ბიჭო ეხა თამაშობს, განსაკუთრებულ დროს მოვიდა დრო რომ პრეზიდენტი გახდა და თამაშობს, დიდი თამაშია ესა რა. მაგრამ რასაც ის თამაშობს, ის უსხვარი და რაც ხდება, ის უხვარი. Пожалуйста. რა წელი დაიწყო, ნახეთ აგერ თქვენც და რითი გაგრძელდება ყოველ წელს ერთ მთავარ კოდს უმოკლებენ ხელებს, ფეხებს. სიგრძეში ისეც დამოკლებულია უკვე, ერთის და მეორეს, მოკლე ფაშები არიან, მაგრამ ეხლა სულ დაამოკლებენ, ორივეს დაამოკლებენ, კარგად. თქვენი დედა მოტყან მე თქვენი. გამოდით ტელევიზორში და დასხედით კიდე და მოუყევით ხალხს ზღაპრები, როგორ ჭამენ პლასმასის ვაშლებს და მსხლებს ევროპაში, განსაკუთრებით შვეიცარიაში. და ბელგიაში და როგორ უფუჭდებათ ამერიკელებს პოლიტიკა და ეკონომიკა. აი სან-ფრანცისკოში რო ჩახვალ, მაშინ იგრძნობა ძალიან რა. როგორი გაფუჭებული ამის დედავატირე, მანქანები დადიან, ჩემ გარშემო მძღოლები არზიან.
მანქანებში ტესლაში ჩაჯდებიან, აკრიფავენ და თვითონ ბაზრობენ მანქანაში, რაღა მუსიკებს მანქანა წავიდა, მივიდა, დადგა, მოვიდა, დადგა. ნუ ეგ არაფერი, კაი. ეგ თუ გინდა ის იყოს რა. დიდი არაფერი, მაგრამ ყოველ წელიწადს ეს ქვეყანა რაღაც საოცრებებს ყრის გარეთ რა და ანახებს ხალხს თუ გინდა ტექნიკაში, თუ გინდა პოლიტიკაში, თუ გინდა ეკონომიკაში, რაშიც გინდა რა. ხო და რა ვიცი აბა 320 მილიონი გახდა უკვე. და ყველას ყველაფერი ყოფნის. დედა მოტყნული ერთი კალაძესნაირი გაურიე მთავრობაში და აერევად ყველაფერი ვეღარ გაიგებენ სად რა მიდის რა. აქ უკვე კახანი აღარ ახსოვთ ეგეთი ტიპები. დაждდებოდნენ და იჯდნენ მთელი ცხოვრება. გაგივიდათ რომ წავიდა სახლში, всё რაც არ უნდა მაგარი იყო. აი ეგრე არის საქმეები, დილის ლოცვები ახლა მათ საქართველოში. მე და ჩემნაირებს დაწყებული გვაქვს უკვე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენ ხართ დედამოტყნულები და მალე დადედის ტრაკდებით გადაჯიშდებით და გადაეჯლაჯებით და გადაეფხრიტებით რაღაც არ ვიცი რას, მაგრამ ამ წელიწადში მე მგონი მოგევლებათ თქვენც რა. მოგიტყავთ ჯიში ჯილაგი და კეთილები. ხო, ჩემი მუქ არა გააგზელეთ, სულ ყველა ვინც მე მემუქრებით რომ აი რატო გვაგინებ. ფუნიკული ორზე აბძანდით, ფუნიკული ორზე სიგძე სიგანე გეყოფათ, როგორც თქვენმა მერმა თქვა, კალაძემ გამოექანეთ და რასაც გინდათ იმას დაასკდით ძმაო. აი თავის არჩევანი თქვენზე იყოს. არჩევანი თქვენზე იყოს. ხო, რასაც გინდა იმას დაასკდით, დაეფხრიწეთ ზედ რა. თქვენი კოცი დედაც მოვწყან მე. წავედი ახლა მე ჩავთავ ტელევიზორს და უყურებ ახალი ზელანდიის და იუარის თამაშს. აბა, კარგად იყავით კოცებო. გაგარტყით ყველას დილით უზმოზე. ჩემ ქვეყანას გაუმარჯოს, საქართველოს.